Ხელი პრობლემა ჩვენი ხელისუფლების არის ის, რომ მას არ უნდა დასავლეთი, რომ უნდადეს ბევრს კი ლაპარაკებდა რა deep state-ზე რომელსაც ევროპა მართავს, არამედ მართლა რეფორმას ჩაატარებდა, მართლა გვექნებოდა სასამართლო წესიერი, მართლა გვექნებოდა საკუთრება დაცული და ევროპელებს როგორც ევროპელი დაელაპარაკებოდა. იდენტურ, როდესაც იღებენ იდენტურ, თქვათ, კანონმდებლობას კონკრეტულ შემთხვევებში, მაინც მოდის იქიდან კრიტიკა და არის პოზიცია, რომ ან უნდა გააუქმო. იცით რა არის ევროპა? ევროპის თავარი ძალა და დამახასიათებელი არის მრავალფეროვნება. საბერძნეთი ძალიან გასხვავდა შვედეთისგან, შვედეთის პორტუგალიისგან. საერთოდ ძალიან ცოტა აქვს ამ ქვეყანას. მაგრამ ქართული ოცნება უყურებს ამ მრავალფეროვნებას, აიღებს ყველაზე ცუდ მაგალითს რაღაც ცუდი რაღაც გაკეთებას, როგორც პარალელურად არის ინგლისის BBC-ის შემთხვევაში რაღაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. და ამბობს, რომ ამას ვაკოპირებო, მაგრამ არ დააკოპირებს გერმანულ სასამართლოს. აი გერმანულ რაღაც უაზრო რეგულაციას დააკოპირებს საარჩევნო კოდექსში. მაგრამ აი გერმანიაში საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხს არ დააკოპირებს. შეიძლება შეკითხვა, რომ თუ შეიძლება რომ ეს კანონები მოქმედებდეს ევროპულ ქვეყნებში, რატომ არ შეიძლება რომ იმიტომ რომ აი წამოგიდგენთ ერთი და იგივე კანონი, რომელიც შეიძლება იყოს ზუსტად იდენტური კანონი გერმანიაში და საქართველოში, შეიძლება საქართველოში იყოს ბერად რეპრესიული, იმიტომ რომ არ გაქვს სასამართლო კონტროლი. თუ სასამართლო მიკერძოებულია და კონტროლირებადია, ერთი და იგივე ჯარიმა, რომელიც შეიძლება გამოუწიროს მოქალაქეს, თქვა პოლიციელმა, გერმანიაში შეიძლება გაასაჭირო და თავი დაიცვა, და აქ ამის შანსი შეიძლება არ ქონდეს. არავინ ჭიშკერს არ აყენებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო კონტროლირებადია ჩვენი თავრობის მიერ. უბრალოდ ასეთი არც მე ქართულ ოცნებაში არ მოიძებნება. არ არის მაჩვენებელი ის, რომ რაღაც ცუდი კანონი რო ევროპაში არის და ქართულ ოცნებას დააკოპირა, ეს არის ევროპულობა. ევროპულობა ზოგადად დგას სასამართლოზე, საკუთრებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ამ შემდეგ. მაგრამ თითოეულ ევროპულ ქვეყანაში არის ბევრი ცუდი კანონიც, რომელიც ზოგჯერ სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს, ზოგჯერ სასამართლოს, მაგრამ ქართულ ოცნება ამ ევროპა და ყველაზე ცუდ კანონებს აკოპირებს და ყველაზე კარგს არ აკოპირებს. და მე უკვე რატომ გვაკრიტიკებენო, ნუ ეხა კი ბატონო დააკოპირე ის რაღაც გამჭვირვალობის კანონი რო დაარქვეს NGO-ების შეზღუდვა, მაგრამ მოდი სასამართლო რეფორმა ჩაატარე, რომ რამე რო იყოს NGO-მ სასამართლოში წავიდეს და იქ დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ სასამართლო რეფორმა ხო არ ჩაუტარებია ქართულ ოცნებას. აი ხო ვერც გაიხსენებთ, რომ მართლა სერიოზული რეფორმა ჩატარებულიყო. აი ეს მურუსიძე ხო ზის სასამართლოში, ბოლოს და ბოლოს მიშას მურუსიძე ხო ზის სასამართლოში. ანუ უნდა გაეგდოთ ამას უნდა გაეთავისუფლებინათ სრულად. როგორ შეიძლება მურუსიძე მუშავია იმ პერიოდში სასამართლოს? საერთოდ თავიდან სხვა უნდა აეწყოთ. იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ სასამართლოს არ აქვს უნარი, ავტორიტეტი, რომ რაიმე სერიოზული საქმე გაარჩიოს.